მოგესალმებით ბატონო პრემიერო პატუცემულო სტუმრებო ძვირფასო საზოგადოებო ნება მიბოძეთ ვისარგებლო დღევანდელი დღით და დამსწრე საზოგადოების სახელით გულითადით მადლობა გადავუხადო ჩვენთან ბატონო პრემიერო ჩვენთან ჩამომზადებისათვის ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენს ვიზის აღვიქვათ როგორც სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონისადმი მთავრობის აქტიური თანადგომისა და პატივცემის გამოხატულობად. ჩვენს რეგიონში, ჩვენი რეგიონი გრძნობს ახალი ხელისუფლების უპრეცედენტო თანადგომას, რაც გვეხმარება წლების განმავლობაში დაგროვილი სოციალ-ეკონომიკური პრობლემების, მოგვარებისა და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში. მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 2013 წელს 175 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 17 მილიონი ლარით მეტია. მიმდინარე წელს კიდევ უფრო იზრდება ეს მასშტაბები, რაც ადეკვატურად აისახება ჩვენი რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ბატონო ირაკლი, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად ჯერ კიდევ გადასაწყვეტია რიგი მწვავე პრობლემები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის შემდგომი სოციალურ-ეკონომიური აღმავლობისათვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გარწმუნებთ და მჯერა, რომ სამეგრელო ზემოსვანეთის მოსახლეობა თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს ახალი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლა კი ნება მიბოძეთ სიტყვა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები მართლაც გამორჩეულად ნიჭიერ ქართველებს. მინდა დავიწყო იმით, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქაურობა. ძნელია იდგე აქ დადიანების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე უემოციოდ. და არ აღარფრთონდე იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც ჩვენი ეროვნული საგანძურის ნამდვილი მარგალიტია. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ლილის, რომელიც არის მართლაც სამაგალითო ქალბატონი. გმირი ქალბატონი, რომელმაც შემოინახა ეს უნიკალური მუზეუმი. მან მართლაც საქართველოსთვის ურთულეს ეპოქაში იმოღვაწა და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი და მასში დაცული ფასეულობები შემოგვინახა ჩვენ და მომავთაობას. მართლაც თავგანწირვის ფასად თქვენ გადაარჩინეთ და შთამომავლობას შეუნარჩუნეთ უნიკალური საგანძური. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. სწორედ თქვენნაირი მამულიშვილების თავდებაზე იდგა ყოველთვის საქართველო. თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის. თუ როგორ უნდა ემსახუროს შენს ქვეყანას. თუმცა სამეგრელოში არავის გაუკვირდება ასეთი თავდება. სამეგრელო განთქმული არის ღირსეული შვილებით. სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით. საქართველოსთვის თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი იყო ცოტნე დადიანის გმირობა. და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხილაიას ცხოვრება და მოღვაწეობა. სამეგრელოს წიაღიდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით სულდგმულობდა. საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეესწირა სიცოცხლე მერაბ კოსტავამ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. ყოველთვის, როცა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ან დანაწევრებული საქართველოს აღდგენისა და გამთლიანების იდეა იბადებოდა. სამეგრელო თავის სიტყვას ამბობდა ყოველთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. და ასე ახლაც და მე მჯერა რომ ასე იქნება ყოველთვის. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი პრობლემები სამეგრელოს დააწყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობა. წლების განმავლობაში მოსახლეობა ზარალდებოდა. და ამის მიუხედავად სწორედ სამეგრელო
მეგრელები გახდნენ მთელი დანარჩენი საქართველოსთვის სიმტკიცის მაგალითი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის. სწორედ აქ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. პირველ რიგში უნდა დავეყნოთ იმ განწყობას, რომელიც ჩვენს ძმებს, აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ აფხაზებთან ერთად, ჩვენ ძმებთან ერთად ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს, რაც თავარია აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვება უნდა მოიყვანოს ჩვენთან. მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. სამეგრელოს აყვავებენ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოსთან განცალკევება მხოლოდ საკუთარი უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როდესაც ჩვენ საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენს აფხაზ ძმებსაც ჩვენსკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეგებლებიან. მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, ფეხზე მყარად მდგარი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთიანობის საწინდარი. ეს მიმაჩნია აფხაზებთან და ჩვენ ძმებთან, ოსებთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად. რადგან ამ ურთიერთობების გარეშე, აღდგენის გარეშე ტერიტორიული მთლიანობას ლაპარაკს აზრი არ აქვს. მეგობრებო, კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა თქვენმა კუთხემ, სამეგრელომ 90-იან წლებში. სახელმწიფომ თქვენ ვერ დაგიცვალთ სამწუხაროდ. და უამრავი შეცდომას დაუშვა. ის უნდა ვაღიაროთ. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ სამეგრელოში. ეს იყო წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა არ შეეძლო. და თქვენ წარმოუდგენელ განსაცდელს გაუძელით. სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, როცა 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს განსაცდელიც ღირსეულად გადაიტანეთ. ამ ომმა ახალი დევნილები, ახალი დაკარგული ტერიტორია მოგვიტანა. ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდეს აფხაზეთში. თავის სამშობლოში. თავის მიწა-წყალზე. ჩვენს მიწა-წყალზე. სამწუხაროდ სახელმწიფომ 20 წელი ვერაფერი მოახერხა და ამ ადამიანებს თუნდაც დევნილობაში ღირსეული ცხოვრება ვერ შესთავაზა. ჩვენი მთავრობა სრულად ახლებურად უდგება დევნილი მოსახლეობის პრობლემებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე ვიდრე დროებით დაკარგულ სახარს დაუბრუნდებიან. იცით რომ ვაშენებთ ჩვენ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისთვის. ამდენი წლის შემდეგ მათ უკვე ექნებათ საკუთარი ჭერი. ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. თუმცა მე მესმის რომ ეს არ არის საკმარისი. ეს არის ძალიან მიზერი. ძალიან მცირედი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ ვახერხებთ. მე ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი არის საკუთარ სახლში ცხოვრება. ჩვენ აქ სამეგრელოში ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10 მილიონიანი ინვესტიცია უკვე განმახორციელეთ. აქვე შენდება ზუგდიდში 8 საცხოვრებელი კორპუსი. კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული და ჩვენ შევეცადეთ რომ ამ ხრივ ამოუდგომოდით მათ ხარში. თქვენ ხედავთ რომ ჩვენ არ ყოფთ დევნილებს კატეგორიებად. როგორც ეს აქამდე ხდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა როდის რომელი ხელისუფლების დროს ერგოთ მათ ეს უმძიმესი ხვედრი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ჩვენ მათზე ვიზრუნოთ. დავეხმაროთ თითოეულ მათგანს, ვინც დევნილად იქცა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაახლოებით 2000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8000 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართობითა და პირობებით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განახლების, განსახლების პროგრამას
დევნით და საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და უკვე 2016 წელს ეს პრობლემა ძირითადად იქნება გადაჭრილი. ასევე ფართომასშტაბიან მშენებლობას ვიწყებთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში. მეგობრებო, თქვენი ცდით სახელმწიფო მაიღო ვალდებულება, რომ იზრუნოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. და დღეს ყველას აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო მომსახურება. გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა აქ ზუგდიდში, სადაც გამოვიდა ინიციატივით და ზუგდიდელებს დაკვირდათ, რომ აშენდებოდა რეგიონალური მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრი. მაშინ ბატონმა ბიძინა აღნიშნა, რომ მეგრელებს განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ მედიცინაში. არაერთი ცნობილი ექიმი ყავთ, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი. ეს დიდი ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ხელი უნდა შეუწყოთ ჩვენ ამ კუთხის შვილებს, რათა მიიღონ მათ კარგი სამედიცინო განათლება ამჯერად უკვე აქ ზუგდიდში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვემზადეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა, საავადმყოფო, რომელიც მთელს რეგიონს მომისახურება. კლინიკის მშენებლობა ჩვენ დავიწყებთ მიმდინარე წლის ზაფხულში და დასრულდება დაახლოებით 2 წელიწადში. კლინიკა მომისახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც, ჩვენი ძმებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და გარდა სამკურნალო ფუნქციებისა, სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. აქ შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკის ტერიტორიაზე ჩვენ გვეგმავთ ავაშენოთ სპეციალური კომფორტული საერთო საცხოვრებელი სტუდენტების, რეზიდენტების კვალიფიკაციის სასამაღლებელი კურსების მსმენელებისთვის. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვისაც. კლინიკის მშენებლობაზე დასაქმდებიან დევნილები, ხოლო საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გაივლის გადამზადებას და დასაქმდება კლინიკის ტექნიკური და დამხმარე პერსონალის პოზიციებზე. ჯანაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე, ჩვენ უფასო გავხადეთ სკოლის სახელმძღვანელოები. და ეს დიდი შეღავათია ოჯახებისთვის, დამეთანხმებით ალბათ. ჩვენ 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო. რომ ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. იმისგან დამოუკიდებლად აქვს თუ არა მას საამისო ფული. ასეთი ოჯახებისთვის შეღავათი იქნება აგრეთვე სტუდენტური საცხოვრებელი, რომლის აშენების ინიციატივით მე გამოვიდი გასულ თვეს. ჩვენ თბილისში ავაშენებთ სტუდენტურ საცხოვრებელს ნიჭიერი და წარჩინებული ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ ნიჭიერ და წარჩინებულ ახალგაზრდებს უცხოეთში, სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურას და დოქტორანტურას. ეს პროგრამა მოქმედება ძალიან მალე, მე მექნება პრეზენტაცია აპრილის შუა რიცხვებში. და რაც თავარია, ამ ახალგაზრდა სპეციალისტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილები. ეს არის დიდი სტიმული ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც ნამდვილად უნდა მიიღოს ხარისხიანი განათლება და მეტიც, იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. და რაც თავარია, მიღებული ცოდნა მოახმაროს საკუთარ სამშობლოს. ჩვენ სრულად განსხვავებული მიდგომა გვაქვს სოფლის მეურნეობასთან მიმართებით. ჩვენ მთავრობას მიაჩნია, რომ ეს არის ის დარგი, რომელიც აუცილებლად მისახედია. იცით, რომ შარშან მასშტაბური ღონისძიებები განმახორციელეთ ამ მიმართულებით. უფასოდ დაიხნა ასეულობით ჰექტარი მიწა. ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ჩვენს გლეხებს, ფერმერებს. მხოლოდ რამდენიმე ციფრში გახსენებთ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამეგრელოს რეგიონში განმახორციელეთ 1186 პროექტი. შარშან პირდაპირ დახმარება მხოლოდ მცირე მიწიან ფერმერთა დახმარების პროექტის პარკლებში 800-მდე გლეხმა მიიღო. შარშან და წელს 300 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროექტზე. მიწის მოხმის გარდა გლეხებმა მიიღეს
სასუქი, პესტიციდი, სხვადასხვა მასალა, ვეტპრეპარატები და სასოფლო ინვენტარი. წინა წლებთან შედარებით გასულ წელს თითქმის 100%-ით მეტი მიწა დამუშავდა. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი. გარდა ამისა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით შეიქმნა 1 მილიარდიანი ფონდი, რომლითაც უკვე ისარგებლა ჩვენმა ხალხმა. აგროკრედიტები გაიცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, უკვე დაიწყო საწარმოების აგროკრედიტების პროგრამებით. სამეგრელოში გაცემული არის რამდენი მილიონ ლარზე მეტი, 6 მილიონ ლარზე მეტი, სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამით და შედეგებს ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე ვიხილავთ. ახლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. თქვენ იცით, რომ დაგმილი გვაქვს ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად ვაქციოთ. ალბათ ხედავთ, რომ ჩვენ დაუსაბუთებლად არაფერს არ ვამბობთ წინასწარ. ასევე დაუსაბუთებლად ჩვენ არ ვამბობთ უარს ამა თუ იმ პროექტებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ჩვენთვის მთავარი არის ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი, გაანალიზებული. რომ რაიმე შეცდომა არ მოგვივიდეს. და რეალური სარგებლის მოტანა უნდა შეეძლოს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მაშინ აქვს ამ პროექტს ფასი. ამიტომ დეტალური კვლევა უტარდება ანაკლიის პროექტს. ამ კვლევას ატარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიები. დაახლოებით 3 თვეში გვეცოდინება გვექნება საბოლოო ანგარიში კვლევის. წინა წლებში სამწუხაროდ უამრავი ფინანსური რესურსი წყალში გადაიყარა. მე არ მინდა გასულ წლებზე ვისაუბრო, მაგრამ მინდა რომ მოკლედ აღვნიშნო. ამის შედეგად ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები, რომელიც არავითარი სარგებლის მოტანა, რომელიც არ შეუძლია არავითარი სარგებელი მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს. გათვლები არასწორად იყო გაკეთებული. რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამო ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება. მე გულისხმობ ანაკლის მიმდებარე ტერიტორიას. თუ პირველ რიგში არ შესრულდა ნაპირსამაგრის სამუშაოები. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული სამუშაოები. ორ ეტაპად დავყავით სამუშაოები. პირველ ეტაპში ჯდება დაახლოებით 15 მილიონი, მეორე ეტაპი დაგვრჩება 7-დან 10 მილიონამდე. ჩვენი ხედვა ანაკლის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს. როდესაც თანმიმდევრულად უნდა შეცვლოს ჯერ ნაპირსამაგრის სამუშაოები, შემდეგ დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტრუქტურა და ზოგადად პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის. უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი. სახელმწიფო საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე. მიწის რა ნაკვეთები დაშვება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული იგი. პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო კომპანიასთან. წინასწარ შეფასებით ანაკლის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები. უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი და გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. ანაკლიაში ერთხელ სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა. გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც. ფოთი ანაკლის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელს ქვეყანას და პირველ რიგში ამ რეგიონს. საქართველოს ახორციელებს ახალ პოლიტიკას გამყოფი ხაზის გასწრებ. ეს პოლიტიკა სრულიად განსხვავებულია ძველი პოლიტიკისგან. ძველი რადიკალური პოლიტიკისგან. ჩვენი პრიორიტეტია და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვიზრუნოთ ენგურს გაღმა ცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენს თანამოძმეებზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხურშის გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, დღეს გავხსენით. აღნიშნული გზა, რომელთაც ენგურს გაღმა ცხოვრებ მოქალაქეებს საგრძნობლად გაუძლდებათ გადაადგილება. გადაადგილების პირობები გაუმჯობეს და 3000-ზე მეტ ადამიანს. აღნიშნული გზის გახსნით. ინფრასტრუქტურული პროექტები 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში დაფინანსდა 157 მილიონით
მამას შედის გზების მშენებლობის დაფინანსება, ხიდის მშენებლობა, წყალსადენის, საკანალიზაციო არხების და წყალსაწრეთის მოწყობა, ნაპირსამაგრის სამუშაოების მშენებლობა, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, ჯანდაცვის და კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე სკოლების, ბაღების და რესურს ცენტრების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, სპორტული მოედნების და სპორტ კომპლექსების მოწყობა, მშენებლობა. განათების სამუშაოები. მიმდინარეობს პატარა ფოთის სატუმბი სადგურების აღდგენა, რეაბილიტაცია. მეგობრებო, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცოდეს ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, ყველა ეს დეტალი, რომლებიც ახლა ჩამოთვალეთ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ჩვენ არასოდეს არ ვტრაბახობთ გაკეთებული საქმეებით. ჩვენ არ ვეწევით რეკლამირებას, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ეს არის ჩვენი ვალდებულება. ახლა მინდა გაცნუმოთ კიდევ ერთი სასიამოვნო განწყობილების შესახებ, რომელიც მე მივიღე ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენ დაგმილი გვაქვს აღვადგინოთ ამ ქალაქის მშვენება, ბოტანიკური ბაღი და სრული რესტავრაცია ჩავუტაროთ ამ სასახლეს. ასევე დაწყებულია სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი და ამისათვის შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. ნამდვილად. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ამ ქალაქმა უნდა დაიბრუნოს თავისი სახე, თავისი ღირსშესანიშნაობებით და თავისი განსაკუთრებული ხიბლით. ზუგდიდის სამეგრელოს გულია და დიდი შეცდომა იყო, რომ ამ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. უკვე ამ ზაფხულს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება თავად დაირჩიონ ქალაქის მერი. განსაზღვრონ საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს. ამ არჩევნების შედეგად ქალაქს შეიძენს სულ სხვა ფუნქციას. და რაც თავარია, თქვენ შეგეძლებათ თავად მოკითხოთ პასუხი თქვენს მიერ არჩეულ მერს. ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ხელს მოვაწერთ ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნულოვანი დოკუმენტს, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს, რომელიც არის მეტად მნიშვნელოვანი, ეს არის ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს ამ ეტაპზე, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენი ხალხი უკვე იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს. კერძოდ, გაიხსნება ეკონომიკური თანამშრომლობის შეძლებებები, ჩვენს ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ქართული პროდუქცია შეიტანონ ევროპაში დაბეგვრის გარეშე. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია ევროპის მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ეს მოხდება ეტაპობრივად, ამისათვის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა დროულად შეასრულოს ყველა ეს ვალდებულება. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ მხარში გვიდგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამერიკის შეერთებული შტატები. მეგობრებო, ჩვენ გვიახლოვდება არჩევნები. ახლა დადგა დრო ხაზი გაივლოს, ასე ვთქვათ, ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მე დღეს არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვინ მართალი და ვინ მტყუანი. უბრალოდ ვიტყვი, რომ არავის საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს ზუგდიდი და ეს რეგიონი. ამ ქალაქს ეს არ ეკადრება და ჩვენ ამას აღარასოდეს აღარ დაუშვებთ. ეს ქალაქი იმსახურებს საუკეთესოს მხოლოდ. სულ ცოტა დროა დარჩენილი 15 ივნისამდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე
და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევად გახდის. ცვლილებები, რომლებიც ჩვენ სამშობლოს მოწინავე პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩაგვაყენებს. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ადვილი. ეს არ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში. მაგრამ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ თქვენთან ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და მჯერა რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვექნება. დიდი მადლობა. ეხლა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავდივართ. გთხოვთ კითხვები. მე უფრო მიკროფონი არის? შეიძლება. კითხვა. დია. რომელიც თქვენთან გახლავთ. მინდა დიდი პატივისცემა გამოხატო პირადად თქვენს მიმართ და ბატონი ბიზნა ივანიშვილის მიმართ. რამე თუ მან მოგვავლინა ჩვენ პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. დიდი მადლობა. მე აქ თქვენზე უფროსი ვარ და მე წარმოადგენ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც ვიყავი აი ამ ყველა იმ უბედურების აქტიური, ასე ვთქვათ, მაყურებელი შეიძლება ის ვთქვათ, ჩვენ თავზე გადავიტანეთ ყველაფერი ეს, აგერდგანან ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები, რომ ვიწვნიეთ ის უბედურება, რომელ უბედურებასაც თქვენ ახლა ხედავთ. სამეგრელოს ხერხემალი, საქართველოს ხერხემალი, უბრალოდ სამეგრელოს გული ურტყამდნენ ამას გულში და სულში და ხერხემალში. დააჩოქეს, გააუბედურეს, გააპარტახეს, რა არ უქნეს, ყველაფერი გაუკეთეს. მაგრამ საზოგადოება, ჩვენი ხალხი ამაყად დგას ჯერ კიდევ. ჩვენ ეს აბსოლუტურად მე გაძლევთ ამის, ასე ვთქვათ, მე შემიძლია ეს თამამად თქვა, იმიტომ რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ არც ერთ სახელმწიფო წრეს და აქედან გამომდინარე ჩვენ ლაპარაკობთ ხალხის ნებასურველს, რომ 100%-იანი გარანტია გაქვთ თქვენ. 100%-იანი გარანტია აქვს ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების დროს. მაგრამ არიან ადამიანები თავრობაშიც, ადგილობრივ მმართველობაშიც და ასე შემდეგ, რომლებიც ცოტა არ იყოს უკან სცემენ აი ამ რეიტინგს, აი თქვენ დიდ რეიტინგს. ამიტომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი ეს გასწორდეს. საზოგადოება საკმაოდ დამოხტულია. თქვენ სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მეთაურმა რამოდენიმეჯერ თქვით აქ და დიდი მადლობა ამისათვის, რომ სხვების ცოდვაზე თქვენ მონანიება თქვით. მე ჟრუანტელი მივლიდა, კაციშვილს ჩვენთვის არ უთქვია, რომ აი ეს ხალხი, აი როგორ გაუბედურდა, აი როგორ წიხლავდნენ ამ ხალხს. ერთადერთმა თქვენ თქვით ეს და ასეც არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის სიგეთეს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს მოუტანოთ კეთილდღეობა თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, და ჩვენს ხალხთან ერთად. ამისათვის საჭიროა კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია შეუძლია მართალკაცს, ისეთ კაცს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, ისეთ კაცს, როგორიც ხართ თქვენ და ისეთები, როგორიც არიან ჩვენი კარგი მინისტრები. კარგი მინისტრები ხალხს უსვამთ. აი ამ ხალხს შეუძლია. დიდი მადლობა. 100%-ით იყავი დარწმუნებული, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფეხს, ესე იგი, ამოგიდგეთ მხარში თქვენ და ესე იგი გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ჩვენთან ნახოს აღორძინება. ბატონო ირაკლი, მე მაგ თქვენთან ერთი პატარა ბარათი თავისუფალ დროს გთხოვთ თქვენ თანაშემწეს გადავცე ესმე, თქვენ არ შეგაწუხებთ და მე წაიკითხავთ და შეიძლება ამასაც ვილაპარაკო. დიდი მადლობა ყველაფერს. დიდი მადლობა. მადლობა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ნანა ოდიშარია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის, შეხვედრისთვის, რომ თქვენი რეგიონალური ტურნე სამეგრელოდან დაიწყეთ. დიდი მადლობა ამისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენ მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. გაიზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებისადმი, ძალიან კმაყოფილი არის მოსახლეობა. თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ ახლო მომავალში აშენდება საუნივერსიტეტო კლინიკა. მივესალმებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება შესრულდება და გვაინტერესებს კონკრეტულად, თუ შეიძლება, რომ რამდენ საწოლზე იქნება გართულილი ეს სტაციონარი, რამდენი პერსონალი დასაქმდება და რამდენად მაღალი იქნება ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დაინტერესება. მადლობთ. დიდი მადლობა. ჩვენ დღეს დავათვალიერეთ ადგილზე და მე თვითონ ნახე ის ადგილი, სადაც აშენდება აღნიშნული კლინიკა. ეს იქნება 200 ადგილზე, 200 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკა და დაახლოებით 600-მდე პერსონალი იქნება ადგილობრივი იქნება დასაქმებული. პროექტის თაობაზე მე შემიძლია ვთხოვ ჯანაცვის მინისტრს, უფრო დეტალურად მოგვახსენოს ამ პროექტის მნიშვნელობის თაობაზე. დათო სერგენკო აქ არის და გვესწრება და ვთხოვ დათოს, რომ მიკროფონი მიაწოდეთ თუ შეიძლება. მიკროფონი. მოგესალმებით ყველას, კოლეგა მოგესალმებით. პროექტის შესახებ მოკლედ მოგახსენებთ, ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ გარდა სამკურნალო, ასე ვთქვათ, აქტივობებისა, იქნება სასწავლო აქტივობების. პირველ ეტაპზე ეს იქნება დიპლომის შემდგომი განათლება და მომუშავე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკა მთლიანი საერთო პარტი იქნება ალბათ 18 ან 20,000 კვადრატული სულ მთლიანად. გათვლილი იქნება საშუალო სიმძლავრე 200 საწოლზე. მთლიანად დასაქმებული პერსონალი იქნება 600-მდე. აქედან საშუალოდ კოეფიციენტი არის 50-50-ზე სუფთა სამედიცინო პერსონალი და ტექნიკური და დამხმარე. პროექტის დაწყება, როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენეთ, იგეგმება ივლისში ან აგვისტოში, აი ამ პერიოდში და საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2 წელიწადი. დიდი მადლობა. ბატონო პრემიერო, მოგესალმებით. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა რო გვეწვიეთ და წარმატებებს გისურვებთ. პედაგოგი მადონა მაკაცარია. თქვენ ახლა ილაპარაკეთ და დიდი სიამოვნება მივიღეთ, იმითგან რომ ასეთი დიდი გლობალური პროექტები უნდა განხორციელდეს ჩვენ სამეგრელოში. მაგრამ კიდევ ერთი რაღაც მომენტია, რომ უფრო წვრილი საწარმოები, რომელიც იყო სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც იყო ძირითადი დასაყრდენი და სადაც უფრო მეტი ხალხი იყო დასაქმებული ჩვენთან ჩვენ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში, აი ამის უნიათო ხელისუფლების მიერ განიავებამ დაღი დაასვა ჩვენს კუთხეს. აქედან გამომდინარე, რა გეგმები გაქვთ, რომ სამეგრელოში გაძლიერდეს, კერძოდ ზუგდიდშიც კი ეს ეკონომიკური მიმართულებით და როგორ დადგეს სამეგრელო. ყველას არ შეუძლია თბილისში გაქცევა, იქ დასაქმდეს და თბილისმაც რამდენი უნდა დაიტიოს და რამდენი ოჯახი უნდა დააპყროს სამეგრელოში. მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის და ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაწუხებს და პირველ რიგში მე და ჩვენს მთავრობას. მე მინდა ცუდად გაქცეთ პასუხი, იმიტომ რომ საჭიროა უფრო მეტი ახსნა თუ რა მდგომარეობაში არის თუნდაც სოფლის მეურნეობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად დანგრეული არის სოფლის მეურნეობა. და ყველა ის აბსოლუტურად სფერო არ არსებობს, სადაც ჩვენ პრობლემები არ დაგვხვდა. დღეს 85% პროდუქციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის იმპორტირებული. ადგილზე სამწუხაროდ ვეღარ ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. რაც ჩემი აზრით ეს არის სირცხვილი და ეს არის კატასტროფის ტოლფასი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის იყო აგრარული ქვეყანა. ჩვენ ეს თუნდაც ადგილმდებარეობა, თუნდაც ეს მართლაც უნიკალური მიწები, უნიკალური ჰავა, უნიკალური კლიმატი გვაძლევს ყველა პირობას, ყველა საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ ქართული და არ შემოვიტანოთ თუნდაც
დაბალხარისხიანი პროდუქცია. მე რა თქმა უნდა არ ვარ წინამდე იმპორტის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ მოწოდებული რომ ადგილზე ვაწარმოოთ და ადგილზე შევქმნათ პროდუქტი. რაც შეეხება მთავრობის გეგმებს, მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი რეფორმების განხორციელება ეკონომიკის სფეროში. ჩვენ დავიწყეთ სწორი საძირკვლის ჩაკრა, როგორც ასე თქვა ერთხელ ბატონმა ბიძინამ, იყო სპეკულაციები მის თაობაზე რომ ეკონომიკა გაჩერდა, ეკონომიკა გაორმაგეს თურმე წინახელისმგებლობა, ჩვენ თურმე ყველაფერი გავაჩერეთ. მე მინდა კარგად განვმარტო კიდევ ერთხელ თუ რა მდგომარეობაში გადმოვიბარეთ ქვეყნის ეკონომიკა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. საქართველოს ეკონომიკის აღწერილობა იყო შემდეგი სახის. 2004 წელს ჩვენ ვიყავით 116 ადგილზე სოფლიოში. ერთ მოსახლეზე თლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების მიხედვით, ხოლო 2012 წელს ჩვენ ვიყავით მხოლოდ 115 ადგილზე. ანუ მხოლოდ ერთი ადგილით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ და სასონხეთი ვართ თანაბარ პოზიციაზე. ასე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები. ჩემი მთავარი გამოწვევა ეს არის ეკონომიკა, ქვეყნის ეკონომიკა. მე როგორც გითხარით 85% არის იმპორტირებული საქონელი. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ თითქმის ყველა საქონელი შემოგვაქვს ჩვენ გარედან. ადგილზე არავითარი წარმოება აღარ არის, ყველაფერი მოისპო და წლების განმავლობაში ხდებოდა სრული დეგრადაცია და სრული განადგურება. შედეგად ჩვენ მივიღეთ განადგურებული სოფელი, გაღატაკებული გლეხი და დანგრეული სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა. რაც შეეხება იმ ციფრებს, რომლითაც მანიპულირებენ და სპეკულირებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინდა აქვე განმარტო, რომ სულ რამდენიმე პროექტს ჩამოგითვლით. პრეზიდენტის სასახლე, რომელიც დაждდა დაახლოებით 600 მილიონი ლარი. პარლამენტის ახალი შენობა, რომელიც დაждდა 340 მილიონი. 160 მილიონი დაждდა იუსტიციის სახლი და მთავრობის სახლი 80 მილიონი ქუთაისში. ეს არის დაახლოებით და ხიდი, რაც თავარია. ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი ხიდი 50 მილიონი ლარი. ეს არის დაახლოებით 1.2 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, როცა ამ ხელა თანხას ეკონომიკაში ჩაუშვებ, როცა დააბანებ, ბუნებრივია ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მაჩვენებლები იქნება შესაბამისად აწეული. მაგრამ რეალურად მოდით ახლა გავაანალიზოთ თქვენთან ერთად. რა სარგებელი მიიღო ზუგდიდის მოსახლეობამ პრეზიდენტის 600 მილიონიან სასახლის აშენებით? არავითარი. სარგებელი იყო მხოლოდ განკუთვნილი და მიზანმიმართული მხოლოდ ერთი ადამიანის მისამართით. ეს იყო ყოფილი პრეზიდენტი და მისი ძალიან ვიწრო გუნდი. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა, რომელიც უკვე შევქმნით, შევადგინეთ. ჩვენ ამაში ჩავერთეთ უცხოელი კონსულტანტები, სოფლიო ბანკი იყო ჩართული აქტიურად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ჩვენ შევადგინეთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ქვია სახელწოდება აქვს 20-20, ანუ 2020 წლამდე როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ამაში გაწერილი არის მთელი, ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულებები და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ ამ მიმართულებების მიხედვით, ამ სტრატეგიის მიხედვით იხელმძღვანელოს. ამას გარდა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმის შედგენაზე. მე ვახსენე ადგილობრივი წარმოება. ჩემი დავალებით ყველა რაიონის, ყველა რეგიონის და რაიონის გაანალიზება მიმდინარეობს ამჟამად. ანუ მე გულისხმობ შემდეგს. არსებობს ტრადიციული, ასე ვთქვათ, საწარმოები, რომელიც ფუნქციონირებს წარმატებით მთელ საქართველოში, მაგრამ დღეს ეს წარმოები არის დახურული. ეს საწარმოები, ეს, ასე ვთქვათ, ეს ტრადიციული მიმდინარეობები უნდა ავაღორძინოთ, უნდა აღვადგინოთ და მე მაქვს ინიციატივა, რომ თითო რაიონში შეიქმნას თითო პროდუქტი, როგორც მინიმუმ. ამ სამოქმედო გეგმას ჩვენ ძალიან მალე წარუდგენთ მოსახლეობას, ფინანსების მობილიზება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ კერძო ბიზნესად, ანუ კერძო სექტორის დახმარებით და მათაც უნდა, ასე ვთქვათ, მივცეთ მიმართულებები, თუ რომელი მიმართულება არის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულების განვითარება უნდა მოხდეს საქართველოში. სოფლის მეურნეობა ეს არის მთავარი პრიორიტეტი, როგორც მე აღნიშნე უკვე და ეს იქნება პირველი და ყველაზე მთავარი მიმართულება, რომელსაც ჩვენ განმოვითარებთ და როგორც უკვე იცით, ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიურად ამ დარგის განვითარება. დანარჩენი ყველაფერი წარმოება.
ყველაფერი ადგილობრივი, ყველაფერი, ასე ვთქვათ, ყველა ის პროდუქცია, რომელიც ადგილზე წარმოება ჩვენ შეგვეძლება, უნდა ვაწარმოოთ ჩვენ თვითონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება და ჩვენ ამ გზით, ამ კუთხით ძალიან მალე რეალურ შედეგებს ვაჩვენებთ. რა თქმა უნდა, მე მინდა გავიმეორო, არ მინდა რომ ილუზია ვიღაცა შეუქმნა. ილუზიებში ვაცხოვრობდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. უნდა ვიყოთ პრაგმატულები და უნდა რეალურად შევაფასოთ არსებული სიტუაცია და არსებული გამოწვევები. ეს არ მოხდება ერთ დღეში, ორ დღეში, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ და ჩვენ რეალურად ვაჩვენებთ, თანმიმდევრულად ვაჩვენებთ შედეგებს. და მას იგრძნობს ყველა რეგიონის მოსახლეობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ბატონო პრემიერო. მადლობა მოგზაურობისთვის. მე გახლავართ მსახიობი ზურაბ ლაშხია. მე მესმის რაც კეთდება ქალაქში, ყველაფერი გადასარევია, გაკეთდა უამრავი საქმე, კეთდება, გასაგებია, მაგრამ ზოგადად არ არის ნახსენები არსად, არც პროექტებში, არც თქვენ გაგვიგია სახელმწიფო თეატრზე, რომელიც 156 წლის არის და ინგრევა ბოლო 30 წელიწადია, აწვიმს ათოლს და ინგრევა. იქნება ამაზე გითხრათ ორი სიტყვა. მადლობა. ჩვენთან დიდი მადლობა. მე ჩამოვიყვანე დავით ნარმანია, ამ კუთხის შვილი. მე მინდა დათოს ახლავე დავავალო, რომ მანამ სანამ ჯერ კიდევ არ აგვირჩევია ქალაქ თბილისის მერად, ამ საკითხით დაინტერესდეს. აბა მიკროფონი მიაწოდო შეიძლება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მოკლედ გეტყვით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, იცით თქვენ რომ კულტურის მინისტრი როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო აქ ადგილზე დაპირება ამასთან დაკავშირებით მან გააკეთა. მის მოადგილესთან ერთად ჩვენ დავჯექით და ასე ვთქვათ კონცეპტუალურ დონეზე ჩამოყალიბდით იმაზე, რომ წელს პროექტირება კულტურის სამინისტროს მიერ გაკეთდება, შემდგომ გადმოეცემა ჩვენ სამინისტროს, ჩემთან ერთად არის მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში შევძლებთ, რომ ეს გავაკეთოთ. დღესაც გზაში ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ ესეც ასე ვთქვათ, წელს ნამდვილად ვერ დაკვირდებით, ვერ გავაკეთებთ, ჩვენ იცით, რომ სრულ დაპირებებს არ ვიძლევით, მაგრამ მომდევნო წელს დავიწყებთ ამის მშენებლობას. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მე წარმოვადგენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, კერძოდ ვარ ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი. მე თქვენთან მაქვს ერთი თხოვნა, მაგრამ სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე, არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ იმ უაღრესად კეთილშობილი საქმისათვის, რასაც გვია საბავშვო ბაღებში უფასო კვების დანერგვა. მინდა მადლობა გადავხადოთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. კვება გახდა არა უფასო, გახდა მრავალფეროვანი და სრულფასოვანი. ბევრი რამ კეთდება სოფლის განვითარების პროგრამითაც, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ცალკეული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ვერ გადაწყვეტენ. მე აქ ლაპარაკი მაქვს საბავშვო ბაღის დირექტორებზე და პედაგოგებზე სტატუსის შესახებ. ანუ როგორ შეიძლება საბავშვო ბაღის ამგზნელი პედაგოგი, რომელიც არის ბავშვის სულის თუ გონების მზერწავი, მას არ ქონდეს პედაგოგის სტატუსი, შესაბამისად ჩვენ არ მინდოდა ამაზე ხაზის გასმა, მაგრამ ეს ჩვენს ხელფასებზე საისახება და არ გვაქვს არანაირი ის შეღავათები, რითაც სარგებლობენ საჯარო სკოლის პედაგოგები. ჩემი თხოვნა იქნება დასვათ ეს საკითხი შესაბამის ორგანოებთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მართლაც გეთანხმებით, რომ საბავშვო ბაღები არის მართლაც უმნიშვნელოვანესი დაწესებულება და საბავშვო ბაღების პედაგოგები, რა თქმა უნდა, მათ უნდა ქონდეთ პედაგოგის სტატუსი. ასე რომ მე მინდა ახლავე მივმართო განათლების მინისტრომ სასწრაფოდ მოამზადოს აღნიშნული საკითხი და წარმოადგინოს მთავრობაში განსახილველად. მოგესალმებით ბატონო პრემიერო. მოგესალმებით ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი. მე მინდა უბრალოდ დავაზუსტო ინფორმაცია, არსებობს ესეთი ბიზნესმენი არის საერთაშორისო კომპანია რომელიც უკვე ჩართული არის თეატრთან დაკავშირებით ამ პროცესში. ბატონი დავით ბერძენიშვილი, მე დღეს შემიძლია მისი უფლებით და მისი ნებართვით გავაჟღერო მისი სახელი და მე არ ვიცი თქვენ რამდენად ხართ ინფორმირებული
ჩვენთან იყო ბატონი დავითი და ეს მინდა უბრალოდ საზოგადოება მიცოდეს, რომ თეატრის საკითხი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე საბოლოო ფაზაში გადავა. თვითონ ასე რომ ეს საკითხიც დაძრულია და დიდი მადლობა ამისათვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. დიდი მადლობა. მოგესალმებით. გოგაგატოვამ. ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ჩამოგზავნებისთვის, ესე შეხვედრისთვის, ღია საუბრისთვის. და ძალიან მიხარია, რომ აქ ხედავთ. მე მინდა დავუბრუნდე კონკრეტულად ანაგლიის თემას, ბატონო პრემიერო. წინა ხელისუფლება გვპირდებოდა ანაგლიაში არა მარტო პორტის, არამედ ქალაქის აშენებას, მაგრამ დარჩა ცარიელი დაპირება და ერთი აბრა, რომელზეც აწერია ლაზიკა. ბატონო პრემიერო, მე მაინტერესებს ძველი და ახალ პროექტებს შორის რა განსხვავებაა? მადლობა. დიდი მადლობა. მე გზაში ვფიქრობდი ყოველთვის მირჩევენ გუნდში, რომ უფრო ნაკლები ვისაუბროთ, ნაკლებად ვაკრიტიკო წინა ხელისუფლებამ, მაგრამ ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არ გამოდის ყველანაირად. ასე რომ მაინც მომიწევს მათი გაკრიტიკება. მე მგონი მადლობთ, არ მიწვით. ხო, რაც შეეხება მაგ პროექტს, რომელიც იყო რა თქმა უნდა აბსურდული და აბსოლუტურად უტოპიური პროექტი, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა, ეს იყო მრავალმილიარდიანი პროექტი, როგორც წარმოგიდგენიათ, მე ხა რამდენჯერ ვარ ნამყოფი ანაკლიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის სამეგრელოში, სხვა რაიონში. მოქალაქეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს არ აქვთ ელემენტარული პირობები. არსებობს უამრავი პრობლემა, უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, არსებობს ჯანდაცვის პრობლემა, სოციალური პირობები არის მძიმე, განათლების პრობლემა და ასე შემდეგ. ანუ როცა არსებულის მოვლა არ შეუძლია სახელმწიფოს სათანადო დონეზე. როგორ შეიძლება რომ დაპირება მისცე და გააკეთო პრეზენტაცია რაღაც უტოპიური პროექტის ქალაქ ლაზიკის, ეს რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი. და ეს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა არა მხოლოდ ამ რეგიონის მოქალაქეების, არამედ მთლიან ჩვენი მოსახლეობის. თითქმის საქართველოს. მე არ მინდა მაშინ ამ თემას ეს თემა გავაგრძელო. რა განსხვავება არის ქალაქ ლაზიკასა და ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს შორის? ჩვენი პროექტის მიხედვით ჩვენ გსურს ავაშენოთ პორტი, ანაკლიის პორტი. ეს არის ეს პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებას, ლოჯისტიკური ცენტრის შექმნას, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი ასე ვთქვათ, შენობა ნაგებობებით, ინფრასტრუქტურის განვითარებით. ეს პროექტი მე როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს გამოსვლაში დაწყებულია ამ პროექტის შესწავლა. მე როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვართ თანამიმდევრულები და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სწორად. ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ. ანალიზი გაკეთდება, შესწავლის შედეგები დაიდება დაახლოებით 3 თვეში და ამის შემდეგ ჩვენ მოსახლეობას და პირველ რიგში სამეგრელოს მოსახლეობას მივაძლევთ ინფორმაციას ამ პროექტის შემდეგი ეტაპის შესახებ, მიმდინარეობის შესახებ. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ლაზიკებს და რაღაც არარსებულ და უტოპიურ პროექტებს არ ვპირდებით ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ ჯერ არსებულს უნდა მოვუაროთ. მე ხა გავიარე და სოფლებში ვაკვირდები, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არის, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ ადამიანები. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა გუბერნატორებთან. ლევანი იყო ჩამოსული და ჩვენ გავდივართ, მე ყოველკვირეული რაპორტები ანგარიშები მომდის რეგიონებიდან, მე მესმის და ვისმენ, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. არ არსებობს პრაქტიკულად არც ერთი დარგი, არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ დახმარება არ გვჭირდება. და ამ დროს როგორ შეიძლება რამდენად არასერიოზული უნდა იყოს ადამიანი, როცა აცხადებს, რომ მას აქვს ამბიცია აშენოს მრავალ მულტიმილიარდიანი ქალაქი ლაზიკა. როცა უამრავი ათასობით ადამიანი ყავს უმუშევარი, ყავს მშიერი, დაუსახლებელი. ეს არის, სამწუხაროდ და საბედნიეროდ ეს არის წარსული, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. და ჩვენ გვპირდებით, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერს. რათა ღირსეული მომავალი
შეუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს. მადლობა. მოგესალმებით ბატონო პრემიერო. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩამბრძანებისათვის და იმ სიტყვებისათვის, რითაც დაიწყეთ თქვენი გამოსვლა. სამეგრელომ ძალიან მძიმე პერიოდი გადაიტანა. სამეგრელოში იყო სოციალური, ეკონომიური, პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო რომ იყო სულიერი კრიზისი. და მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაიწყეთ სადადიანოთი, დადიანების ორივე სასახლის რეაბილიტაციით და განსაკუთრებით ბოტანიკური ბაღით. მე მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რადგან არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთლიანად საქართველოს სახია ჩვენი ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ აგრეთვე იმისათვის, იმ პროექტებისათვის, რომელიც ხორციელდება და რომელიც მომავალში განხორციელდება. და მინდა ერთი რაღაცა შემოგთავაზოთ. შემოვიდე ინიციატივით. თქვენ ახლა ილაპარაკეთ აქ ჩვენს წარსულზე, უახლეს ავად მოსაგონარ წარსულზე. როგორ ურტყამდნენ სულში სამეგრელოს, როგორ გაანადგურეს სულიერად და მორალურად სამეგრელო. არ ვილაპარაკებ ახლა მიხეილ სააკაშვილზე, იმდენი მაქვს ნასაუბრები და არა მხოლოდ ნასაუბრები. ხო, არა მხოლოდ ნასაუბრები და მაქვს ესეთი ინიციატივა. ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში. დღესაც მოპარულია იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი. შევარდნაძის დროს მოხდა ეს. გაიტანეს იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ზუგდიდიდან და გაყიდეს თურქეთში. ვეხვეწე მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნაციონალებისადმი, სირცხვილია ბიჭებო ეს. აღადგინეთ უდიდესი ქართველი მამულიშვილის დედაენის ავტორის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი თქო. მე მგონი მე რო ვთხოვე, იმიტომ არ გააკეთეს, ყურიც არ შეიბორტყონეს ნაციონალებმა. ეხლა მაქვს ინიციატივა, ბატონო ირაკლი. ლოგიკურიც და სიმბოლურიც იქნება. თქვენი ხელისუფლების პირობებში. დაუბრუნდეს ზუგდიდს იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი და მის გახსნაზე ჩამობრძანდეთ თქვენ. დიდი მადლობა. საკითხი გააწყვეტილია, დაევალა სამეგრელოს გუბერნატორს. ორ თვეში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე ვარ მურმან აჭყებია, საზოგადოება ზუგდიდელის თავმჯდომარის მოადგილე. თქვენ საკმაოდ ილაპარაკეთ საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებაზე, მაგრამ ჩვენებური ხედვა მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამას. ეს ჩვენთვის მოუშუშებელი იარაა, ბატონო ჩემო და განსაკუთრებით ზუგდიდის და სამეგრელოსთვის. აი აქედან უყურო გაღმა დაკარგულ ტერიტორიას და ეს რა საყურებელი იქნება და რა გონებაზე ვიქნებით ჩვენ ზუგდიდელები. მერე პლუს ამას დევნილები, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, ვარ დიდებულ კონტაქტში, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის პათოსი არ არის, რაც მე მინახავს, როგორც ნაცნობები ადრინდელ პერიოდში. მე მიხარია, რომ ბოლო პერიოდში აგრესიული რიტორიკა ადრინდელი მთავრობა რო გაიძახო და რომ ომით დაკარგული ომი დავიბრუნოვო, ეს ბლეფი იყო, ნაცრის შეხრა იყო ხალხის და ომი დაბრუნება ჩვენი ძმების. ეს ხომ მიუღებელია ძმებსა და დებს შორის. და ძალიან მივესალმები, რომ ახალმა მთავრობამ ძალიან გააზრებული და შორსპრეცედული პოლიტიკა დაიკავა ამ მიმართულებით. მაგრამ ჩვენი თხოვნაა საზოგადოებისათვის, რომ ეს რთული საკითხია, ერთი ხელის ჩამორთმევით არ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ აი პრაქტიკული ნაბიჯები, ბატონო ჩემო, სახალხო დიპლომატიის ჩართვით, საერთაშორისო მე მაინც და მაინც ამაზე თავს ვიკავებ, რომ ჩვენს ძმებთან, დებთან, რომ პირდაპირ დიალოგზე რომ მივიდეთ, დავჯდეთ ერთ მაგიდასთან, ვაპატიოთ ერთმანეთს ის შეცდომები, რომელიც სამწუხაროდ ორივე მხარემ დაუშვა. და გვაინტერესებს თქვენი შეხედვა, ბატონო ირაკლი, ამ მიმართულებით. სახალხო დიპლომატი, ჩვენ ზუგდიდის საზოგადოება, ბატონო თარფაცაცია, ჩვენი თავმჯდომარე მზად ვართ, დავდგეთ იქ, სადაც ხარისხალია. მადლობა ყურადღებისთვის.
დიდი მადლობა. მართლაც ძალიან მტკივნეული საკითხია, ჩემთვის პირადად როგორც რიგით ქართველისთვის. და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი. ჩვენ ვართ მძიმე გამოწვევის წინაშე. ის რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მძიმე რიტორიკა. ჩვენ ძმებს, აფხაზებს და ოსებს ვესაუბრებოდით სიძულვილის ენით. ასე არ ხდება, მეგობრებო. არათუ ტერიტორიებს, არამედ ჩვენ ჯერ ჩვენი ძმები უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი აფხაზები და ჩვენი ოსები უნდა დავიბრუნოთ. და შემდეგ ვიფიქროთ ტერიტორიების დაბრუნებაზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. მე აღვნიშნე და მინდა გავიმეორო. შეცდომები ჩვენც მოგვივიდა. ამის აღიარებაც არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა მოგვერიდოს. იყო შეცდომები 90-იან წლებში შემდგომაც. თუნდაც ის რაც თქვენ აღნიშნეთ გაიხსენეთ, რომ ეს მძიმე რიტორიკა რომ თურმე დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ ომით და ვისგან? ჩვენ ძმებისგან. ეს ხომ რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. ამის გააზრებაც კი არ შეიძლება, ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლება. ასე რომ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და ჩვენ დავიწყეთ შერიგების პოლიტიკა. სწორედ ამ მიზნით ერთ-ერთ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუცვალეთ სახელი, ეს შეიძლება სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დემონსტრირება გავაკეთეთ იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული და მოტივირებული, რომ შევურიგდეთ ჩვენს აფხაზაოს ძმებს. ჩვენ რეინტეგრაციის სამინისტროს შეუცვალეთ სახელი და დავარქვით შერიგების სამინისტრო. მე მესმის, რომ ეს საკითხი არის ძალიან მძიმე. მე ვიცი, რომ ეს ერთ დღეში არ მოხდება. მაგრამ მე მაქვს ისე როგორც თქვენ ყველას, ისე როგორც ყველა რიგით მოქალაქეს და ქართველს, რომ ჩვენ ყველანი ცოცხლობთ და ვცხოვრობთ იმედით და ჩვენ გვაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს ჩვენ ყველანი ვიხილავთ სოხუმს და ცხინვალს. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ჩვენი კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, ისე როგორც ძმა ესაუბრება ძმას, მხოლოდ ამ პირობებში, მხოლოდ მშვიდობიანი, მხოლოდ მძმური საუბრით უნდა მოვახერხოთ, დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზები და ჩვენი ოსები, ჩვენი ძმები, რომ მათი თანაცხოვრება ჩვენთან ერთად არის პერსპექტიული და არის ყველა მხარისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანი. ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი, ასე ვთქვათ, თანმიმდევრული პოლიტიკით შეუძლებდა დავარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ურყევი ნება ქართულ ხალხთან ერთად, რომ შემოვირიგოთ ჩვენი აფხაზები და ჩვენი ოსები. მადლობა. ბატონო პრეზიდენტო, თემური ჯგერინაია, მადლობას გიხდით უბრძანებისათვის, რომ ასე სამეგრელოს საწუხართ ხალხთან ერთად რო წვეთ, მაგრამ მაქვს ერთი სათხოვარი. საშუალება არის ყველაზე იაფი საშუალება რკინიგზა. ზუგდიდებისათვის თბილისის ზუგდიდის მატარებელზე გვაქვს მარტო 3 ვაგონი, რომელიც ერთი საერთოა, ერთი კუპე და ერთი ლასკარც ეძახი. თუ რამე საშუალება იქნება, გთხოვნა გვექნება, რომ აი ეს პრობლემა რომ მოგვიხსნათ ზუგდიდელებს. დიდი მადლობა. მე ამ პრობლემის თაობაზე მქონდა საუბარი გუბერნატორთან და ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, ჩვენ უკვე დავავალეთ საქართველოს რკინიგზას და სულ მალე დაიწყება დაახლოებით 300 ადგილიანი ხო შეიძლება დაახლოებით 4 სექციანი მატარებელი დაემატება, მაღალსიჩქარიანი ჩვეულებრივი თანამედროვე ტიპის ვაგონები დაემატება და იქნება როგორც ღამის, ასევე დღის ასე ვთქვათ რეისები თუ როგორც ვთქვი. გამარჯობა ბატონო პრემიერ-მინისტრო.
დალილატარია ეროვნული მოძრაობიდან. მე მინდა 1-2 წუთი მივიყრო ყურადღება. 2005 წლის ოქტომბრის თვეში მისა საკაშვილი მოვიდა ამ ეზოში. ამ დროს გატაცებული იქნა რამოდენიმე ხალი 12, მათ შორის 12 წლის ბავშვი. ერთ-ერთ მათგანი აგერ დგას თქვენ წინ. იმის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად, ბატონ კახამიქაიასთან ერთად ვებრძოდით ამ რეჟიმს. დღეს მე ბედნიერი ვარ, თქვენ რომ აქ ხართ, ხალხი თავისუფალია და უამრავი ხალხი კიდე გარეთ გახარებულია, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ხალხს დაუბრუნა სიმშვიდე, ბედნიერება, სიწყნარე და იმის შიში არ არსებობს, რომ ხვალ და ზეგ ვინმეს ქუჩაში დაიჭერენ, ან თავისუფალი სიტყვისათვის დააპატიმრებენ. ამისათვის მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა თქვენ, რომ ასეთი ახალგაზრდა მინისტრმა დაგვდეთ სამეგრელოს პატივი და გვესტუმრეთ. დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა. მე მინდა ორი სიტყვით თუ შეიძლება ის რაც ქალბატონმა ბრძანა. ეს რა თქმა უნდა ეს არის ტრაგედია, ეს იყო კატასტროფა, ეს რა თქვენ მოყევით, ეს სამწუხარო რეალობა იყო. და მართლაც ფასდაუდებელია ის რაც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ხალხთან ერთად. ეს ყველას დღეს ვიღაცები ამბობენ, რომ თქოს ეს თავისით მოხდა, მაგრამ ეს თავით არ მოხდებოდა. რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა, რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში, ეს არ მოხდებოდა. ამის სურვილი ყველას ჰქონდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არავის არ ჰქონდა სამწუხაროდ. ამიტომ ის რა თქვენ გძანეთ, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ხალხს პირველ რიგში დავუბრუნეთ ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლით დაუბრუნა თავისუფლება და დაუბრუნა ღირსება. რაც ასე აკლდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. და მე მინდა ძალიან მოკლედ გავიხსენო გასულ წელს ჯერ კიდევ მაშინ როცა ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი გუბერნატორი იყო სამეგრელოს პოლიციის უფროსი. ჩვენ მაშინ გამოვიძიეთ უმძიმესი დანაშაულები. გავხსენით უმძიმესი დანაშაული თუ როგორ ხდებოდა ამ რეგიონის მკვიდრი მოქალაქეების წამება და არა ადამიანური მოპყრობა. მამაკაცების გაუპატიურება და საშინელი ტანჯვა და წამება. ყველა ეს ადამიანი დღეს არის დასჯილი და კიდევ ვინც არის დასაჯელი, აუცილებლად იქნება დასჯილი. ყველა დაისჯება, ვინც რაიმე ფორმით იყო ჩართული და ასეთ ძალიან მძიმე დანაშაულებებს შადიოდნენ. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთავრობის წარმომადგენლებო. მე ვარ თაზოფაცაცია, ამ ქალაქში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი. მე მინდა ბატონო ირაკლი ორ საკითხს შევეხო ამ ქალაქს, რაც ადარდებს და ნამდვილად სამღვდელოებას და ტაძრის მრევლს და თითოეულ ადამიანს აწუხებს. ეს არის ჩვენს ქალაქში არის ბულვარი მოგეხსენებათ და მისი გამყოფი არის საქართველოს დროშა, სადაც ადამიანები სიარულის დროს ახდებიან ამ დროშას და ყველას გული გვტკივა ამაზე თავისებურად, რომ ეს მაინც დროშაა და სიმბოლოა ჩვენი გამარჯვების და თან ამ დროშაზე მოგეხსენებათ, რომ ჯვარია და ჯვარს ვახტებით და ძალიან ცუდ ემოციას იწვევს. და ეს მინდოდა მომეხსენებინა თქვენში და მეორე პრობლემა ბატონო ირაკლი არის ის, რომ ჩვენს ქალაქში არის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი, რომლის რექტორი არის ჩვენთან და ჩვენი უნივერსიტეტი, ანუ შოთა მესხიას უნივერსიტეტი არის ძალიან ძლიერი ტექნიკური ბაზით აღჭურვილი. მას შეუძლია უამრავი სტუდენტის მიღება, მაგრამ არის ესეთი პრობლემა, რომელიც ვერ გადაიჭრა და ვერ მივაღწიეთ მისი გადაჭრის ხერხს, ანუ ვერ მივაკვლიეთ გასაღებს და ეს არის რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს საერთო საცხოვრებელი, რადგანაც აქ აფხაზეთი მოგეხსენებათ ძალიან ახლოს არის და ადამიანებს ძალიან ბევრს არა აქვს იმის საშუალება და ფუფუნება რომ თბილისში წავიდეს და ისწავლოს უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე იქ არსებობს ერთი შენობა უნივერსიტეტის წინ კორპუსი რომელსაც აქვს ესეთი ჩამოყალიბებული სახე, მას სჭირდება უბრალოდ კოსმეტიკური რემონტი და გადატიხრვა რა ჩვეულებრისამებრ და ეს იქნება მე მგონი რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტისთვის და ზუგდიდისთვისაც. მე მიკროფონს გადავცემ ქალბატონს. კი ბატონო, ბოლო საკითხი დავიწყებ რომ
ეს ძალიან მარტივად მოგვარებადია, დიახ. მაპატიეთ, პირველ რიგში მოგესალმები და უღრმესი მადლობა, რომ პატივი გვაქვს დავესწროთ ამ ღია შეხვედრას. დღეს პირდაპირ მადლობით დავიწყებთ თაზო თქვენ მინდა რომ მადლობა აღარ არის საჭირო. ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე დღეს ქალბატონი ნინო იმყოფებოდა, ქალბატონი ნინო კობახიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი პრემიერის აპარატის, გაეცნო ჩვენ საკითხს ადგილზე. შეხვდა პროფესორ მასწავლებლებს, ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება იყოს ან ხვალ დადგეს უნივერსიტეტის წინაშე და საკმაოდ სერიოზული პირობა იქნა დადებული ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ნამდვილად მთელი გულით მხარდაჭერა გამოითქვა ქალბატონი ნინოს მხრიდან. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტი ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე, ევროპული სტანდარტებით მუშაობს, ბაზა არის აბსოლუტურად ევროპული სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი, ადამიანური რესურსი არა მარტო ადგილზე, არამედ მოწვეული პერსონალი, 1000-მდე სტუდენტია და აფხაზეთს შევეხები ისევ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც უნივერსიტეტი დაფუძნდა, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დაფუძნებული უნივერსიტეტი, რადგანაც ძირითადი ჩვენი მისია იყო სწორედ გვეპასუხა აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს უნივერსიტეტი პირველ რიგში სწორედ 60% 900 სტუდენტიდან არის სწორედ აფხაზეთიდან დევნილი და ვპასუხობთ სოციალური პროექტებით, სტიპენდიებით, განათლებით, აბსოლუტურად ყველა ძირითადი პრიორიტეტული პროექტი ორიენტირებული არის პირველ რიგში ამ ტიპის სტუდენტზე. მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტი ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, 4 ერასმუს პროექტი აქვს, 9 გაცვლითი სტუდენტი ყავს უკვე. ერთი გაცვლითი პროფესორი დღეს იმყოფება უკვე პოლონეთში და გადადის რუმინეთში, ტარტუში ასევე იმყოფებოდა უნივერსიტეტში და გადამზადებულია. ვემზადებით ასევე რამდენიმე პროფესორი ასევე გაცვლით პროგრამაში შესართავად, ასე რომ მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტი ნამდვილად პასუხობს რეგიონის ბაზრის მოთხოვნას. არის დაკვეთები ასევე სხვა მიმართულებით საგანმანათლებლო, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი, ისევ თაზო მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ასევე კიდევ ერთხელ ამ მხარდაჭერისთვის. ეს არის საერთო საცხოვრებლის პრობლემა. პრობლემას თქვენ იცნობთ, ბატონო ირაკლი და მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ესე გულთან მიტანილი ამ სატკივარისთვის და მთლიანად თქვენს აპარატს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა. ბატონ არმანია სანამ მე რა დაგვირჩევია, ეს დავალებები გავცეთ უხვად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა გადაუხადოთ ბატონ პრემიერს. დიახ. კი ბატონო, მე გეტყვით ძალიან მოკლედ მაგ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე საკითხია. 1000-ობით მსგავსი ფაქტი გვაქვს უკვე დარეგისტრირებული პროკურატურაში. პროკურატურა ამჟამად ახარიცხებს ასეთ საკითხებს, მიმდინარეობს ამის კონვერტირება თანხაში. ეს საუბარი იყო იმაზე, რომ ეს რამდენიმე მილიარდია საუბარი. რითი დაბრუნების საშუალებაც სახელმწიფოს უბრალოდ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ არ აქვს. რამის ვალდებულების აღებით ჩვენ უბრალოდ პერსპექტივა უნდა მოვშალოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული იგივე ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, სოფლიო ბანკთან და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ ვეძებთ მექანიზმებს, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის ეტაპობრივად ალბათ ამ საკითხების დარეგულირება. ის ალბათ რომ პირველი რაც ჩვენ შევძლებთ და გავაკეთეთ იყო ის, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად ყველა ეს ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ იხდიდნენ საშილს საპატიმროებში, უმძიმეს პირობებში გავათავისუფლეთ ამნისტიის შედეგად. ახლა ეს არის შემდგომი ეტაპი. და მოხდეს ამ საკითხების დამუშავება, შესწავლა. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად ვეტყვით ასე ვთქვათ, მოქალაქეებს და ამ დაზარალებულებს, რისი საშუალება ექნება სახელმწიფოს. ან როდის ექნება და როდიდან მოხერხდება ამ მექანიზმების ამუშავება. თავისუფლად მე არ მაქვს ამ ეტაპზე პასუხი, კონკრეტული პასუხი. თუმცა ჩვენ ამ საკითხზე მუშაობთ აქტიურად. მე გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი არ არის დახურული. ისევე როგორც არ არის დახურული უამრავი ადამიანის
საჩივრის წერილები, რომლებიც შემოსულია პროკურატურაში, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ წარსულში აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდების გამო და ამ ადამიანებს ბუნებრივია სჭირდებათ იგივე რეაბილიტაცია, თუმცა მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ პირველი რაც ჩვენ შევძელით, პირველივე გადაწყვეტილება ეს იყო ფართომასშტაბიანი ამნისტია. ეს არის მე არ ვიცი რამდენად დამაკმაყოფილებელი პასუხი, მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ეს რეალობა. სამწუხაროდ 9 წლის განმავლობაში მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოქალაქეებს. 320,000 ადამიანი იქნა გასამართლებული. ეს დაახლოებით ყოველი მესამე ზრდასრული მამაკაცს უდრის. 1000-ობით ადამიანი იქნა მორალურად განადგურებული. პატივაყრელი, შეურაცხყოფილი, ღირსება აყრელი. მე ვახსენე წეგანით მძიმე დანაშაული, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ. როცა უდანაშაულო ადამიანებს იტაცებდნენ საკუთარი სახლებიდან, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ რაღაც აბსურდული დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე. ჭკუას გვარიგებენ, როგორ უნდა მოვაწყოთ სახელმწიფო. ეს არის ყველა დიდი უსამართლობა, მეგობრებო. და მე მინდა ამ ადამიანებს შევახსენო. ამ ყველაზე დიდ უმცირესობას. რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. და ჩვენ ყველა ამ ძიმე დანაშაულს ბოლომდე გამოვიძიებთ და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა. ამ 9 წლის განმავლობაში იქნება ბოლომდე დასჯილი. უმკაცრესად კანონის წინაშე. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მოხარული ვარ თქვენი ჩამობრძანების სამეგრელოში. მე მჯერა თქვენი ახალგაზრდული ძალის, მჯერა თქვენი ახლებური დამოკიდებულების ცხოვრებისადმი, საქართველოსადმი, ქართველების ცხოვრებისადმი და მჯერა ის დაპირებები, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოს მოსახლეობის მიმართ, აუცილებლად ახდება და ყველა დაპირება შესრულდება. მე გახლავართ სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის დირექტორი რუსუდან მილიუტინი. მე ეხლა რასაც გეტყვით, გამოვხატავ არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ მთელი საქართველოს სახელოვნებო სკოლების სურვილს. უერთდები ქალბატონის წალენჯიხიდან საბავშვო ბაღის მმართველის განცხადებას და მინდა გითხრათ, რომ როგორც საბავშვო ბაღების პედაგოგებს, ასევე სახელოვნებო სკოლების პედაგოგებსაც არ აქვთ პედაგოგის სტატუსი. ჩვენ სკოლაში ბატონო როდის მოხდა ეს? ეს იყო აიპების ჩამოყალიბების პერიოდიდან, დიახ და აი რაც არის საჯარო სკოლების პედაგოგებზე, ну, მუშაობთ ჩვენც ვასწავლით, ხელოვნებას ვასწავლით. ეს არის მოზარდი თაობის ესთეტიკური აღზრდის კერები, რომლებიც ძალიან განაპირობებენ და დიდად განაპირობებენ განათლებული და კულტურული ქართველების. მათ აღარ აინტერესებთ არც განათლება, არც კულტურა. დიახ, მათ შეიძლება გაუნათლებელი მოქალაქეები, რომლებიც ადვილად სამართავები იქნებოდნენ. თუ შესაძლებელია ბატონო პრემიერო, რომ ჩვენც ჩავსვათ იმ პროგრამაში, სადაც სახელოვნებო სკოლების გლობალურად დაავალებ ახლავე და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებსაც ექნებათ პედაგოგის სტატუსი. უღრმესი მადლობა. გქონდა, ჩვენ ყოველთვის გქონდა პედაგოგის სტატუსი. აღარა გვაქვს, არ ვიცი ახლა ჩამოგვართვეს, არ ვიცი როდის ჩამოგვართვეს, მაგრამ საჯარო სკოლის პედაგოგები არიან პედაგოგები და სახელოვნებო სკოლების პედაგოგები რატომღაც არ არიან პედაგოგები. უღრმესი მადლობა. განათლების მინისტრს დაავალე უკვე და მადლობა უთხრათ ბატონო პრემიერს. მადლობა.
როგორც ისმოდა მე ხა დავწერე დიმა შენ არ ხარ მე აკაური ვარ შემიძლია ეს ვინ დავინახე ვარ გნახე